ეთერშია კურიერი 12-ზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული რამდენიმე პირის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. დაკავებულთა რაოდენობა 46-ია. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნანა გოგატაძე და მისგან უფრო მეც მოვისმენთ. ნანა, ეთერში ხარ. ერთ საათზე მეტია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს ძალადობრივ აქციაში მონაწილე 8 პირის სასამართლო პროცესი და დღესაც მსაჯული მსჯელობს მათ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ცდილობათა დარბაზში იმყოფებიან ბუნებრივია დაცვისა და ბრალდების მხარეები და მოვისმინეთ უკვე მათი მხრიდან შუამდგომლობები. პირველი ვინც შუამდგომლობა დააყენა იყო სახელმწიფო ბრალდება და პროკურატურა დაკავებულებისთვის უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. სახელმწიფო ბრალდება აპელირებს 3 მიმართულებით და საუბრობს 3 გარემოებაზე. ეს არის მტკიცებულებების განადგურების, მოწმეების ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. ასევე პროკურორი საუბრობს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც 9 ტომიანი საქმის მასალებში და საუბარია გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რეალობას ასახავს და რომელშიც ფიგურირებენ ის ადამიანები, რომელთა სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ბუნებრივია უფლებადამცველები არ ეთანხმებიან პროკურორს და ისინი თვლიან, რომ უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული მათი დაცვის ქვეშ მყოფების შემთხვევაში, ვინაიდან ნაწილი მაგალითად აპელირებს იმაზე, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და პარალელურად საუბრობენ იმაზე, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულებები საქმის მასალებში, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულს დაადასტურებდეს. აქედან გამომდინარე, ნაწილი ითხოვს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი ითხოვს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ეს სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. მას შემდგომ, რაც მსაჯულები მოისმენენ მხარეთა პოზიციას და ყველა უფლებადამცველის პოზიციას. რაც შეეხება ზოგადად 4 ოქტომბრის საქმეს, ამ დროისთვის დაკავებულია 46 ადამიანი, ნაწილს კი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მადლობა ნანა, თქვენ უსმენდით ნანა გოგატაძეს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ყველა პირი იყო ინფორმირებული, სად მიდიოდა 4 ოქტომბერს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ბევრჯერ გააფრთხილეს ისინი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება და ისინი ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი ძალადობდა იმ დღეს და ცდილობდნენ, რომ შტურმით აეღოთ პრეზიდენტის სასახლე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირება მიმდინარეობს ყველა ამ ადამიანის. ამაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ იდენტიფიცირება იქნებოდა გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე წინა შემთხვევებში და შესაბამისად, ვინც იქნება კიდევ იდენტიფიცირებული, აბსოლუტურად ყველა იქნება დაკავებული. თანახაც მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ ეს დაკავება ხორციელდება მტკიცებულებების ძალიან მაღალი ხარისხით, ძალიან მაღალი სტანდარტით და ფაქტობრივად ყველა დაკავებულთან მიმართებაში არსებობს ვიდეო ჩანაწერიც. საპატიმრო გირაოს გადახდის საფუძველზე დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვა გიორგი ჩახუნაშვილმა. 20,000 ლარიანი გირაო მას სასამართლომ გუშინ შეუფარდა. სასამართლოს გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობით პროკურატურა მიმართა. ჩახუნაშვილს ბრალი წაუყენეს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მისმა შვილმა სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და თანხის შეგროვება მხარდამჭერებს სთხოვა. პროცესის დასრულების შემდეგ მან განცხადება ამ თემაზე მედიასთანაც გააკეთა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანხა შეგროვდა. გირაოს გადახდას ვაპირებთ, ეხლა დადებული გვაქვს პოსტი. ამ ეტაპისთვის სადღაც 10,000 ლარია უკვე ჩარიცხული და იმედია მალე შეგროვდება და ხვალისთვის უკვე ჩემი თავისუფლებაზე იქნება.
აი ზუსტად ესაა კლასიკური ნაცის სახე. ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული ნაცის, რომელიც საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდის და სხვას თხოვს. დაწერა სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილმა. ეს ხო ჯანსაღი და თავმოყარე ქართველს თავში არასდროს მოუვა. აცხადებს დეპუტატი. პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადების სკრინსაც აქვეყნებს, რომელშიც ის ანგარიშებს და მამის გირაოს თანხის აგროვებას ითხოვს. თემაზე შეფასებებს აკეთებენ მართველი გუნდის სხვა წევრებიც. როდესაც ესეთი ტიპის საკითხები არის, ჩვენ მიჩვეულებრივად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან, რომ ნებისმიერ დროს ბატონმა კანდელაკმა დაიწყო თუ არ ვწდები, რამდენიმე თვის წინ ჩაუყარა საფუძველი ესეთ ტრადიციას, რომ როდესაც რაღაცა ფული ჭირდებათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ან მათ აქტივისტებს, ისინი ხალხისგან ითხოვენ შემდეგ ამ ფულის შეგროვებას და ზუსტად ესეთ სცენარი ვითარდებოდა გუშინაც, როდესაც მამის გირაოს გადახდაზე არის საუბარი, ჩვენ ვიცით რომ ამ ოჯახს ნამდვილად არ უჭირს, სუბუქად რომ ვთქვათ და აგრძელებენ ჩვეულებრივად ნაციონალური მოძრაობის ხაზს, თითქოს საზოგადოებას მოაჩვენონ, რომ რაღაცა გაჭირვებულები არიან და მეტი ემოცია აღწრან ჩვენს მოქალაქეებში, უფრო მეტი თანაგრძნობისთვის. ყველას ქონდა არჩევანი ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არა, შევარდნილი იყო სასახლეში ან არა. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის სითამამე ყოფნის, შედეგის მიღების სითამამეც უნდა იყოს. 4 ოქტომბრის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე. სპიკერი წერს, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, იცოდნენ, რომ ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ. ეს იცოდა 4-ში შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა. პოლიტიკოსმაც და NGO-შნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმაც და ინჟინერმაც. ნეპალი ვერ შედგა, სისხლი ვერ დაიღვარა. წერს პარლამენტის თავმჯდომარე და აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც საუბარია ძალადობის ორგანიზებაზე და ისმის მოწოდებები დამხობისკენ. უფრო ვრცლად რა წერია სპიკერის Facebook პოსტში, ამას ლევან ფანცხავა გვეტყვის, ლევან ეთერში ხარ. დიახ, შალვა პაპუაშვილის გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ნეპალი ვერ შედგა და ქვეყანა ქაოსსა და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. სპიკერი ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც 4-ში 4 საათზე იკრიბებოდნენ, ზუსტად იცოდნენ, სად მიდიოდნენ, რაზე მიდიოდნენ და ჰქონდათ კონკრეტული გეგმაც გაწერილი და იმ სცენარის განვითარების შემთხვევაში, როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, რა წარმოდგენაც ჰქონდათ ამ ადამიანებს, ჰქონდათ ასევე კონკრეტული გეგმაც გაწერილი თუ როგორ უნდა ემოქმედათ მათ ამ სცენარის განვითარების შემდეგ. ყველამ ყველაფერი იცოდა, იცოდნენ რომ 4-ში 4 საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ, იცოდნენ რომ თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავ სიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაევლიდნენ ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს სად მივარდნოდნენ. კედელთან მიაყენებდნენ მათ სამიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოისარჩლებოდა. ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშ დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ. ზიზღი ხომ საკუთარ ლეგიტიმურ უფლებად მიაჩნიათ. ეს იცოდა 4-ში 4 საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა, პოლიტიკოსმაც და NGO-შნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ, რომ ქვეყანას ქაოსისთვის წირავდნენ, იცოდნენ და მაინც მივიდნენ. ნეპალი ვერ შედგა, სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ. ყველას ჰქონდა არჩევანი, აყოლოდა ან არ აყოლოდა. მისულიყო 4-ში 4-ზე ან არ მისულიყო. ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არ ესროლა. შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში ან არ შევარდნილიყო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის გაკეთების სითამამე ყოფნის, მისი შედეგის მიღების სითამამეც უნდა იყოს. მათ კი ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც ელით. განცხადებასთან ერთად სპიკერი აქვეყნებს ვიდეოსაც, სადაც კონკრეტული პირები საუბრობენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით და შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საბედნიეროდ ამ ადამიანების მოლოდინი არ გამართდა. ნეპალით უნდა შეგვაშინო, ნეპალი კი არა, აი მუცფერად გეტყვი, ხო? აი არაბის მაგათი, არაბის ფიზიკურ განადგურება არ მეწყინება. და თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცელს წაუკიდებენ, მე არ მეწყინება. აი მუცფერად გეუბნები. უმარტავი ხალხი ჩვენ ვნახეთ ნეპალში რაც ხდება. აი მაშინ მართლა ვეღარ გაასწრებენ ქვეყნიდან. ისეთ ძალადობას მიიღებენ, ნეპალი მონატრებიათ მე რა. გარანტიას უკეთებენ საკუთარ თავს, რომ მოხდება ნეპალი. მართლა ზუმერების რევოლუცია დაგხვდება 4-ში. და მე უკვე ნეპალი მონაგონი იქმნა. ნეპალში რაც ხდებოდა დაადევნებთ. კი. ახლა მოდი ნეპალია. მე მაგალითად მომხევარ ეგეთი სცენარის. ესე სრულდება ხოლმე რეჟიმი. ჩვენ
რატომ მოგვაქვს მაგალითად ნეპალის მაგალითი და ეს შემდეგ ეს არ არის კარგად დამთავრდა ყველაფერი. ჩვენს ვითომთავრობას მინდა მივმართო გადახედეთ რა ხდება ნეპალში. მე არ მგონია რომ ჩვენ ნაკლებად ღირსეული ადამიანები ვართ. და ბიძინა ივანიშვილს დაჭირდეს, აი როგორც ნეპალში მოხდა ვერტფრენზე თოკი ჩამოკიდება თავის ვერტფრენებით და ქვეყნიდან გაქცევა. ეს იდეა ბოლომდე გადაამტრო რუს ბიძინას და მე მიმართავ ახლა ქართულ ოცნებას. თქვენ კარგად ნახეთ რა მოხდა ნეპალში. შიშით შეპყრობილმა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ხედავს რა ხდება ნეპალში. რომ ეს ხელისუფლება კინძისღვით არ გავაგდოთ სახლში. ჩვენ ნახეთ რა მოხდა ნეპალში. შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის ვერ შემდგარ დამხობაზე განცხადება დღეს დილით გამოაქვეყნა და პარალელები გაავლო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე იმ სცენართან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს უნდათ რომ განვითარებულიყო და ამ პარალელებს ავლებს ნეპალთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მადლობა ლევან, თქვენ უსმენთ ლევან ფანცხავას. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანინა დარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. უწყების დატოვების შემდეგ ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეკითხვები ეხებოდა თბილისთან ახლოს აღმოჩენილ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქმეს. ასევე იცნობს თუ არა პირს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით საბრძოლო მასალის გამოყენებით თბილისში 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. კითხვა იყო, აი რაღაცა ტყეში რო ამოთხარეს კადრები, ამ კადრებთან დაკავშირებულ, ანუ იმ იარაღთან დაკავშირებულ პირთან, როგორც მაყურებლებს გვახსოვს, ბოჭი იყო ესეთი ნახსენები. აინტერესებდათ თუ ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონია რაიმე შეხება, რაიმე გადაკვეთა. ასევე აინტერესებდათ თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს და ნუ ესეც ძალიან სასაცილო კითხვა არის, იმიტომ რომ 1000 ჯერ ვთქვით, რომ პაატა ბურჭულაძე არის ჩვენი ოჯახის ნათესავი. რომელ ტვინში დაიბადა და ვის დაებადა კითხვა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს რაღაცა ამოთხრილი იარაღით. მართველი გუნდი საეჭო დამთხოვებზე საუბრობს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნას გამოძიება დადებს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. მათივე შეფასებით კითხვებს ბადებს ის ფაქტიც, რომ ახალაია და მისი მეუღლე 4 ოქტომბრის მოვლენებს მშვიდობიანს უწოდებენ. ჩვენ დამთხოვების არ ვჯერა, რამდენიმე დღით ადრე ასაფეთქებელი ნივთიერება შემოვიდა საქართველოში, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ასევე იმ დღეს იქნა ამოღებული ძალიან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა იარაღები მცხეთაში და ესეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამთხოვა არ არის, თუმცა ამასაც გამოძიება უნდა უპასუხოს. ბატონი ახალაიას ჩანაწერი და რისი, ასე ვთქვათ, გადამოწმებაც ხორციელდება აუთენტიკურია თუ არა, თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მისი წარსული, მისი ბინძური წარსულიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი აუთენტიკური იყოს, თუმცა აქაც რა თქმა უნდა, გამოძიების პასუხებს უნდა დაველოდოთ, ხო? ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან უცნაურად ემთხვეოდა ერთმანეთს, შესაბამისად ასეთი დამთხოვები ფიზიკურად არ არსებობს და ახლა როდესაც ბატონი ახალაია და მისი მეუღლე საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს და ეს ყველაფერი მშვიდობიანი იყო, რა თქმა უნდა, ამით კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებენ. ახალაია რატომ არ იმყოფებოდა აქციაზე და ზოგადად ნაცმოძრაობის ლიდერებს, რომ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა უნდათ ხოლმე, ეს არ ახალი არის. ჩვენ ჩანაწერშიც ვნახეთ, რომ ახალაია ამბობს, მე ვერ გამოჩნდები, შეიძლება დამიჭირონო და დაესხვები მივიდნენ იქ სამსხორპლოზეო. პირდაპირ ეუბნება ბურჭულაძეს. აი ეს ის ხალხია ზუსტად, რომ თვითონ დამალვა უნდათ. ერთ-ერთმა გადაცემაში თქვა, რომ მე ისე გავრბოდიო, რომ სპეცნაზიც კი ვერ დამეწიაო. და ამ დროს ამბობენ, რომ როგორ გეკადრებათ, არ ვიცოდითო ჩვენ ბურჭულაძეს თუ იჭერდნენ და ზოდელაოს თორემ იქ ვიქნებითო და ამ დროს თვითონ აღიარებენ, რომ სპეცნაზს გაასრეს, ისე გარბოდნენ იქიდან. ჩაშვება, დაბეზღება, გაქცევა, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, ეს არის აი ნაცმოძრაობის ბუნება. ევროკავშირი ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. გადაწყვეტილება 2026-2030 წლების LGBTQ+-ის თანასწორობის სტრატეგიის ნაწილია. დოკუმენტის თანახმად გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და გენდერის არჩევისას აღარ არის საჭირო არასრულწლოვანი სამედიცინო შეფასება. ასევე არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ახალი სტრატეგია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ეკუთვნის. ირკვევა, რომ ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც LGBTQ+-ის თანასწორობის 2026-2030 წლების სტრატეგიას არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტით დაისაჯონ.
ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს გადახედოს ევროინტეგრაციის სტრატეგიას და ამ საკითხზე რეფერენდუმს ითხოვს. მოძრაობა თვლის, რომ უნდა გაირკვეს საქართველოს მოსახლეობის ნება სურს თუ არა მოქალაქეებს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. განცხადებაში საუბარია ევროკავშირის 2026-2030 წლების LGBTQ+-ის ახალ სტრატეგიაზე. არავის აქვს ილუზია, რომ მისი ავტორი მხოლოდ ევროკომისიის მარიონეტი პრეზიდენტია. ეს დოკუმენტი პირდაპირ Deep State-ის მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმა. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოზიცია, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. წარმოუდგენლად მიგვეჩნია საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან. წერს ერთიანი ნეიტრალური საქართველო. ევროკავშირის ამ კოშმარული სტრატეგიის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება, ერთიანი ნეიტრალური საქართველო კიდევ ერთხელ კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული ევროინტეგრაციის პროცესს. ასევე გვინდა მარტივი კითხვა დავსვათ, რომელი ევროკავშირისკენ მიგყავთ ქვეყანა 2030 წელს, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა ნებისმიერ ექიმთან მშობლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და სადაც დედას და მამას უფლება არ ექნებათ არათუ ხელი შეუშალონ ამ საგიჟეს, არამედ პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეეძლებათ. რომელი ევროკავშირის წევრობას უპირებთ საქართველოს 2030 წელს, სადაც ამ დროისთვის ადამიანისთვის არც სქესი, არც იდენტობა, არც ეროვნულობა, არც რელიგია და არც ტრადიციები აღარ იარსებებს. ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას. პარალელურად კი ვიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი, რომელიც უტყუარად გამოარკვევს საქართველოს მოსახლეობის ნებას, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, სადაც ბავშვები სქესს იცვლიან, ხოლო მშობლები ხმას ვერ იღებენ, სადაც LGBTQ პროპაგანდის კრიტიკა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ხოლო ამ იდეოლოგიის სამსახურში ყოფნა უხვად ჭილდოვდება. რეფერენდუმის საშუალებით უნდა გამოვარკვიოთ, არის თუ არა თანახმა ქართველი ხალხი ქვეყანა შეუერთდეს ასეთ ევროკავშირს, ხოლო ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს, რა გზით ატაროს მომავალში ჩვენი სამშობლო. პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მოხლით. გამოძიების ინფორმაციით გიორგი ქემოკლიძის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩაშვილმა საკუთარი თავისცემის ინსცენირება მოაწყო, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა მედია საშუალებებმა წინასწარ დადგმული ფაქტი, როგორც სკანდალი და ბაჩაშვილზე სასტიკი ანგარიშწორება ისე გააშუქეს. გიორგი ქემოკლიძის შესახებ სტატიას აქვეყნებს Prime Time. სააგენტო პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ქონების შესახებ წერს და იხსენებს მის ბიოგრაფიას. Prime Time-ის ცნობით ქემოკლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სოდის იმდროინდელი მაღალჩინოსნის დევი ჭელიძის რეკომენდაციით დაინიშნა და მისი ახლო გარემოცვის წევრად ითვლებოდა. უწყება კი ოჯახის წევრების მხრიდან კანონდარღვევის კერძოდ ქურდობის ფაქტის შემდეგ დატოვა. Prime Time წერს მის კავშირებზეც კრიმინალურ სამყაროსთან 2021 წელს. ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის ეთერში ქემოკლიძე ციხეში ეგრეთ წოდებული ოფშიაკების შეგროვებაშიც დაადანაშაულეს. ქემოკლიძის ბოლო წლების დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდებოდა. მის ანგარიშებზე ასობით $1000 ფიქსირდება. ამასთან ერთად ქემოკლიძე ფლობს არაერთ უძრავ ქონებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მის სახელზე რეგისტრირებულია როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთები და ბინები. Prime Time წერს მისი ცეცხლსასროლი იარაღების კოლექციაზეც. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 7 პირი. სამართალდამცველებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის გამომშრალი მარიხუანა, მეთადონი, ალფა-პვპ და კანაფი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა კულტივირებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებულია პირი, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 46 წლის უზბეკეთის მოქალაქე კრიმინალური პოლიციის აჭარის სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბათუმში დააკავეს. მსჯავრდებული უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ირანის და ეგვიპტის მოქალაქეები. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა. გეკა გელაძე მათგან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასევე ისაუბრეს საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე. გეკა გელაძემ პატრულ ინსპექტორებს ღირსეულის საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამუშაო სივრცეები, მათ შორის ერთიანი მომსახურების ცენტრი ათვალიერა. თანამშრომლობს ნაყოფიერი საქმიანობისთვის კი მადლობა გადაუხადა. სამხედრო მოსამსახურეებმა 6 თვიანი საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს. მუხროვანში მე-4 ქვეითი ბრიგადის წვევამდელებმა წყლის დაბრკოლების გადალახვაში პრაქტიკული წვრთნები გაიარეს. სწავლების მიზანია სამხედროების საბრძოლო მზადყოფნისა და უნარჩვევების გაძლიერება. 2025 წლიდან წვევამდელი ეროვნული სამხედრო სამსახურის თავდაცვის ძალებში გაევლიან. 6-იანო წვევანდილება მივიღეთ მონაწილეობა საველე სწავლებაში, სადაც მოგვიწია მდინარის ფორსირება, კონკრეტულად რაც გულისხმობს მდინარის გადაკვეთას. ძალიან გაამართლა ჩემი იმედები, მეთაურობამ, ხელმძღვანელობა, ინსტრუქტორებმა, რომლებმაც გაგვიზარეს თავის გამოცდილება და გვასწავლეს კონკრეტული დავალების შესრულება. განხორციელდა საველე პრაქტიკული სწავლება წყლის დაბრკოლების გადალახვაში. აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავდა წყლის დაბრკოლების გადალახვის სხვადასხვა მეთოდების შესწავლას და აგრეთვე შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებას. მადლობას მოვუხდი პირად შემადგენლობას და ინსტრუქტორებს სწავლების მაღალ ხარისხენად ჩატარებაში. ჯანდაცვის მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე ევროპული ჯანმრთელობის ფორუმში მონაწილეობს. შეხვედრა ბერლინში ჯანდაცვის მსოფლიო სამიტის ფარგლებში იმართება. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, მან საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა და სადაც განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვის სისტემის მართვას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ქვეყნის შიგნით საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობას და ამგვარ მოწყობებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს მხრიდან ვენურ და ლიმფურ დაავადებების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო წარმომადგენლები. ეს არის შესაძლებლობა გავძლიერდეთ ერთად იმ გზაზე, რომელიც წლების წინ დაიწყო და რომელიც მომდევნო წლებზეც არის მიმართული. 2027 წელს ჩვენ ერთად დავესწრებით მსოფლიო კონგრესს საქართველოში. გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. 9 წლიანი ისტორია გრძელდება. ღონისძიებები ახტალის პარკში 2 საათიდან დაიწყება. წარმოდგენილი იქნება 500-ზე მეტი მეღვინე და მეწარმე. წარმოდგენილი ასევე 200 სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ნებისმიერ სტუმარს ექნება. წელს დაგეგმილია სიახლეებიც. უფრო კონკრეტულად, რა სიახლეები დახვდება მისულ სტუმრებს, ნათია წითელაურისგან გავიგებთ, ნათია გისმენთ. რეგიონში ყველაზე მასშტაბური გურჯაანის ღვინის ფესტივალი მე-9-თ გიმასპინძლებთ ახტალის პარკში, სადაც 546 მეღვინე და მეწარმე მიიღებს წელს მონაწილეობას. მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ზუსტად 2 საათზე დაიწყოს ღონისძიების ძირითადი ნაწილი. ასევე არის მრავალხმიანი ქართული ღვინოების ჯიშების საგამოფენო სივრცე, სადაც პრემიუმ ხაზის ღვინოები იქნება წელს პირველად წარმოდგენილი და აქ მოსულ ადამიანებს სწორედ ამ ღვინოების დაგემოვნება ექნება.
იქნება შესაძლებელი, როგორც გურჯაანის ღვინის ფესტივალი თავად სახელიც ამბობს, ყველაზე დიდი სივრცე ამ ტერიტორიაზე სწორედ ალკოჰოლური სასმელების ადგილი იქნება, სადაც არაერთი ჯიშის, დაძველების და კომპანიის ღვინო იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ასევე არის კულინარიული მასტერკლასები დაგეგმილი მთელი დღის განმავლობაში, იქნება კულტურული შემეცნებითი და მუსიკალური ღონისძიებები და აქტივობები, სადაც ყველა ასაკის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ აქ მოვიდეს, დაესწროს და განსაკუთრებული განწყობა შეიქმნას. გაქვს ქაწითელი საფერავი, წელს პირველად ვიღებთ მონაწილეობას და მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ძალიან ბევრი მონაწილეა წელს წარმოდგენილი. იმ ადამიანებს, რომელიც არაპროფესიულად მოყვარულის დონეზე არიან ღვინის მიმართულებით, მობრძანებულები დღეს, ვფიქრობ, რომ უფრო საინტერესო, მეტი ცოდნით, მეტი გემოებთან ერთად წავლენ დღეს გურჯაანის ღვინის ფესტივალიდან. მონაწილეთა რაოდენობა უპრეცედენტოა. 550-მდე მეღვინე და მცირე მეწარმე იქნება წარმოდგენილი დღევანდელ დღეს. დღეს წარმოდგენილი იქნება ასევე ადგილობრივი ღვინოები, წარმოდგენილი იქნება დიდი და მცირე მარნების ნაწარმები, მრავალფერადი ღვინოები, მრავალწლოვანი ღვინოები, სხვადასხვა სახის ღვინოები, რომლის დაგემოვნებასაც დღევანდელი მომსვლელი სტუმრები შეძლებენ. საფესტივალო სივრცე თითქმის უკვე მზად არის, როგორც გითხარის იმისთვის, რომ დაიწყოს ძირითადი ღონისძიებები და ორგანიზატორები საკმაოდ მრავალფეროვან და დატვირთულ დღეს გვპირდებიან. ფესტივალი ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს და წელს 30,000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან. მადლობა ნათია, თქვენ უსმენთ ნათია წითელაურს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის კახეთში ინფოტური მოეწყო. დელეგაციის წევრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. ისინი იმყოფებოდნენ სოფელ შილდაში, სადაც ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ახლად გახსნილი ეთნო-ტურისტული კომპლექსი წინაპარი დაათვალიერეს. ჩვენ ვიმყოფებით ახალ ტურისტულ ობიექტზე, ყვარლის რაიონში, სოფელ შილდეში, სადაც ახალი სამასპინძლო გაიხსნა. კერძოდ, რამდენიმე ტიპის მნიშვნელობას აერთიანებს, ასე ვთქვათ, რამდენიმე ტიპის ტურისტების მიყვანა შეუძლია. ერთი ეს არის სპორტული კომპლექსი და სპორტული სავარჯიშო დარბაზი, სადაც ასევე ეგრეთ წოდებული შეკრებების გამართვის შესაძლებლობა არის. ასევე აღსანიშნავია, რომ ავთენტური ქართულ მოტივებზე შესაძლებელია იყოს შემეცნებითი ტურები, მთლიანობაში ძალიან საინტერესო, განსხვავებული შეთავაზება არის ტურისტებისთვის, ისევე როგორც ადგილობრივებისთვის და ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სრულად ადგილობრივი მოსახლეობა არის დასაქმებული. სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლობერიძე ტურნირს თრიალეთის თასი 2025 დაესწრო. ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მინისტრის მოადგილემ მამაკაცთა კატეგორიასა და სპორტულ ცეკვებში პრიზიორები დააჯილდოვა. საქართველოს ფიგურული სიგრაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული თრიალეთის თასი 2025 სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მინდა მიულოცო გამარჯვებულ წყვილს სპორტულ ცეკვებში პირველი ადგილის მოპოვება, ასევე ნიკა ეგაძეს გამარჯვება ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებაში, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში. ეს არის ძალიან კარგი წამოწყება და ძალიან დიდი ტრადიციის დანერგვა საქართველოში. თავად ამ ტურნირში მონაწილეობა ქვეყნების და სპორტსმენების კონკურენციაც მეტყოლებს იმას, რომ ამ ღონისძიებამ ძალიან დიდი მნიშვნელობის სტატუსი შეიძინა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ძალიან მაგარია აქ სრიალი საქართველოში, თბილისში. ჩემს ქვეყანაში სადღაც დავიბადე, სადაც ცხოვრობდი ძალიან დიდი ხანი. დღევანდელში გამოსვლას ვერ ვიტყვი, რომ 100%-იანი იყო და კარგი გამოსვლა იყო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არავის არ ვიჯერებოდი, მე ვეჯერებოდი ჩემ თავს, ჩემს შედეგს, რომელიც უნდა გამიუჯებესებინა შემდეგი შეჯიბრისთვის. ძალიან მიხარია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მომეცა საკუთარი ქალაქის წინაშე გამოსულიყავი. აუდიტორია მართლაც საოცარი იყო და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოსვლები მაყურებლისთვის სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა. რადგან აღნიშნული შეჯიბრება საქართველოში პირველად ტარდება, განსაკუთრებულად გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას წარმატება მოუტანოთ. ეს ჩვენთვის პირველი გამოწვევა იყო და ვფიქრობთ, რომ შესანიშნავი დასაწყისია მომავალი წარმატებული ასპარეზობებისთვის. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3-ზე შეხვდებით. მანამდე კი ყველას სიახლეს გაიცანით რუსთავი 2.ჭ-ზე.